თუ მოვალე ნებაყოფლობით ვადაში არ ახორციელებს მასზე დაკისრებული დავალიანების გადახდას, აღმასრულებელი უფლებამოსილია დააკავოს მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი, შემდგომში მოახდინოს აღნიშნულის დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა, რეალიზაცია და თანხის გადახდევინება. აღმასრულებელი უფლებამოსილია გადახდევინება განახორციელოს მოვალის ხელფასიდან, სტიპენდიიდან, პენსიიდან და სხვა შემოსავლებიდან. ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული არის გამონაკლისი, რომლის თანახმად ყადაღას არ ექვემდებარება საარსებო მინიმუმს ქვემოთ არსებული შემოსავალი. კანონით დადგენილი წესით აღმასრულებელი მოვალის მისამართზე ახორციელებს არსებული მოძრავი ქონების აღწერასა და დაყადაღებას. ყადაღას არ ექვემდებარება მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ პირადი მოხმარების ნივთები, რომელიც აუცილებელია მისი პროფესიული საქმიანობისთვის და ასევე საოჯახო მეურნეობისათვის. ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის კუთვნილი ქონება, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად მოვალის მისამართზე არსებული მოძრავი ქონება წარმოადგენს მის კუთვნილებას. თუ აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით მესამე პირს გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია, ის ვალდებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. თუ მოვალე იმყოფება საზღვარგარეთ, აღსრულება ხორციელდება საქართველოში არსებული მისი უძრავ-მოძრავი ქონებიდან და საბანკო ანგარიშებიდან.